ჩვენ ახლა ვიმყოფებით რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დაძრული ადამიანები მოემართებიან მსვლელობით მარშით და ისინი მივდიან პარლამენტისაკენ. ოპერატორს ვთხოვ ახლა კადრში გაჩვენოთ ის აქციის მონაწილეები, რომლებიც ახლა მსვლელობით მიემართებიან და შეუერთდებიან აქციას პარლამენტთან, სადაც ადამიანები ორი მთავარი მოთხოვნით არიან გაერთიანებული. პირველ რიგში ისინი ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და მეორე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას. ეს ადამიანები ყოველ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან იკრიბებიან 7 საათზე და ითხოვენ ორ მთავარ რამეს. პირველ რიგში ისინი ითხოვენ, რომ ეთერი დაეთმოს ამ ხალხს, ვინაიდან საზოგადოებრივი მაუწყებლობა ეკუთვნის ხალხს, საზოგადოებრივი მაუწყებლობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით, შესაბამისად მათ აქვთ პირდაპირ ვალდებულება, რომ ხალხს დაეთმოს საეთერო დრო. შესაბამისად ეს ადამიანებიც არიან ამ მოთხოვნით, ხოლო შემდეგი მათი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ ხელმძღვანელი პირები გადადგნენ, ვინაიდან ამ ადამიანების თქმით ისინი აღარ წარმოადგენენ ობიექტურ აზრს, ხალხის ხმას, ისინი არიან მიკერძოებულები, შესაბამისად მათ აღარ უნდა ეჭიროთ აღნიშნული თანამდებობა. ჩვენ ბუნებრივია ახლა მივემართებით პარლამენტისაკენ, ვინაიდან ეს ადამიანები ასევე სოლიდარობას უცხადებენ იმ პოლიტპატიმრებს, რომლებიც დღეს წინასწარ პატიმრობაში დატოვეს და შესაბამისად ეს ხალხი შეუერთდება ახლა აქციას პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე. არხთან დაკავშირებით პროტესტის უწყვეტობა იმიტომ უნდა იყოს და იმიტომ უნდა გაგრძელდეს, რომ საბოლოო ჯამში საზმაუწყებლობიდან ხალხის ხმა გაისმას ერთხელ და სამუდამოდ. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას ჩვენ პატიმარ ბიჭებთან დაკავშირებით, პირადად მე სხვა მოლოდინი არც მქონდა სამწუხაროდ. არ მქონდა იმის იმედი, რომ ბიჭები განთავისუფლდებოდნენ, ამიტომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, სანამ ეს ბიჭები იქნებიან პატიმრობის ქვეშ. რა ვიცი, მე მგონი მშვიდად და ლაღად და ბედნიერად ვერ უნდა ვიქცნოთ თავი. ეს არ ხეკუთვნის ხალხს, საზოგადოებას და საჭიროა, რომ რელევანტურად და ადეკვატურად გააშუქონ დღევანდელი მიმდინარე პროცესები. და აუცილებელი აქ ფიქრობ, რომ ერთ-ერთი უპირობოდ მნიშვნელოვანი აქ დგომა და მეორე დღევანდელი გონია რომ 51 პატიმარია, როგორც მახსოვს და თითოეულის დაჭერის მომენტიდან ვითხოვთ ამას. გვინდა რომ აღდგეს, ისევ მიეცეს საზოგადოების სხვა ნაწილს, ვინც არ უჭერს ხარს მთავრობას, თავისი აზრის დაფიქსირების საშუალება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და არ იყვნენ მიკერძოებულები. გვინდა რომ ისევ მიეცეს საშუალება ყველას თავისი აზრი დააფიქსიროს ამ არხზე, იმიტომ რომ ჩვენ ვაფინანსებთ რეალურად ამ არხს და ვეკუთვნის ჩვენ ეს არხი. უბრალოდ ერთმა ადამიანმა მოისურვა ესე, რომ მიიტაცოს საზოგადოებრივი მაუწყებელი სხვა ყველა ინსტიტუტთან ერთად. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. ამ შეძახილებით მიემართებიან ახლა აქციის მონაწილეები პარლამენტისაკენ, სადაც დანარჩენ პროტესტის მონაწილეებს შეუერთდებიან და ისინი ერთად გააპროტესტებენ ამ რეჟიმს, რომელიც არ ატარებს ხელახალ არჩევნებს და არ ათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, რომლებიც უკვე 44 დღეა ამ მოთხოვნით არიან გაერთიანებულები.